საღამოში. ხო, ბრახან თქვით რომ ფართოდ შევხედოთ, კი ბატონო, შევხედოთ ფართოდ. სად არის პოლიტიკა დღეს პროცესში? ასე. ის რაც დღეს ხდება საქართველოში, ეს პოლიტიკური ვითარება და დინამიკა ამ პოლიტიკური პროცესის სათავეს იღებს ორი მნიშვნელოვანი თარიღიდან. ერთი არის არჩევნები, რომელსაც საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უწოდებს გაყალბებულ არჩევნებს, ფალსიფიცირებულ არჩევნებს, ასეთი გახლავთ ჩემი მოსაზრებაც. მეორე გახლავთ ცივილიზაციური საკითხი, რომელიც გამოაცხადა 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ. უარის თქმა პრაქტიკულად იმ ევროპულ განვითარების გზაზე, რომელიც ლაიტმოტივად გასდევდა მანამდე მთელ ქართულ პოლიტიკას, როგორც ახალი ქართული დამოუკიდებლობის შემდეგ 90 წლის შემდეგ, ასევე რა ვიცი, საუკუნეების მიღმაც, ხო, რომ ევროპისაკენ სულ მუდმივად ვისწრაფობდით და ვახტანგ გორგასლის ცნობილი ნათქვამი, რომ არ დაუტევოთ სიყვარული ბერძენთა, ესე იგი ევროპის ცივილიზებული სამყაროსი ჩვენ ყველას გვახსოვს. მოკლედ, აი ეს არის ორი სათვლის წერტილი, საიდანაც იწყება ეს დიდი მოძრაობა და მასში მონაწილეობენ ერთის მხრივ პოლიტიკური პარტიები, ცხადია, მაგრამ მეორეს მხრივ, როგორც უზენაესი წარმართველი პოლიტიკური პროცესის მონაწილეობს უშუალოდ ხალხიც. ხალხმა დაიწყო გამოსვლა მას შემდეგ, რაც ცხადად დაინახა, რომ ევროპული მოდი ვთქვათ, რომ არჩევნების საკითხზე არ იყო ისეთი პროტესტი, ცივილიზაციურ თემაზე იყო გაცილებით სერიოზული. რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ვიცი რომ ზოგი არ ეთანხმება ამ, ზოგი ეთანხმება, რომ არ ყოფილიყო გადაწყვეტილება მიღებული, რომ თქვენი გადასაწყვეტია პოლიტიკური პარტიები. ჩვენ აღარ ვთამაშობთ, რომ არ ყოფილიყო გადაწყვეტილება ბოიკოტის, მე ვფიქრობ, რომ არ იქნებოდა ასეთი ხანგრძლივი, გრძელვადიანი, მტკიცე და პრინციპული პროტესტი არც ამ მეორე საკითხზე. მოკლედ მოხდა ორი დიდი მოვლენა, როდესაც როგორც პოლიტიკური კლასი, ისევე მთლიანად ქართული საზოგადოება შეთანხმდა, რომ ხელისუფლებაში გვყავს ხალხი, რომელიც ერთის მხრივ აყალბებს არჩევნებს, მეორეს მხრივ კი მათთვის მისაღები არის თვით ევროპული განვითარების გეზის დაკარგვა, ოღონდ კი შეინარჩუნონ ძალაუფლება. აი 6 თვე, რომელსაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, ასეთი იყო და ახლა ჩვენ მივადექით ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, მოხდება თუ არა აი ამ ავტოკრატიის ნორმალიზაცია. ხელისუფლება ვხედავთ ცდილობს ყველანაირი ფორმებით, რომ შეყვანათ იქ პარლამენტში ეს ხალხი, მე არ ვიცი, იყო დაშინების თუ მოსყიდვის ათასნაირი მცდელობები, ხალხზე იყო ზეწოლა, არ ვიცი, აი არაადამიანური მართლა ბრუტალურობით განხორციელებული თავდასხმები, 50-ზე მეტი ადამიანი არის ციხეში. აი ახლა ვართ ზუსტად იმ კარიბჭესთან, მოხდება თუ არა ამ ავტოკრატიის ნორმალიზაცია და ერთ-ერთ სიმბოლოდ მე როგორც ვხედავ, ახლა გადაიქცევა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ვიღებთ თუ არა ამ არჩევნებში მონაწილეობას. მე ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება ნიშნავს აღიარებას იმისას, რომ ის ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელმაც ჩაატარა გაყალბებული არჩევნები გასულ წელს საპარლამენტო, ხო მიღებული არის ჩვენს მიერ როგორც მსაჯული. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ მთელი ამ 6 თვის განვითარება რაც იყო, სიტყვები, ქმედებები, მოწოდებები, რის გამოც ამდენი ხალხი დაზიანდა, ამდენი ხალხი ცემეს და ამდენი ხალხი არის ახლა ციხეში გამოკეტილი, ეს არის უარის თქმა ყველაფერ ამაზე. ამ კონტექსტში მინდა გავიხსენო 2020 წელი, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი გარდამტეხი ამბავი მთლიანად ჩვენი პოლიტიკური საზოგადოებისათვის და აქ მინდა ვახსენო სიტყვა ნდობა, სადაც წარმოიშვა ნდობის კრიზისი პოლიტიკურ კლასსა და ამომრჩევლებს შორის. გვახსოვს, რომ ჩვენი პოლიტიკური ლიდერები გამოდიოდნენ, არავითარ შემთხვევაში არ შევალთ ამ არჩევნებში, იქ შესვლა ნიშნავს, რომ რა ვიცი, აი ათასნაირი სიტყვა იყო, მეტაფორა იყო, ხატოვანი თქმა იყო. იმიტომ რომ ახლა რო ამბობთ, რომ ეუთომ ცუდი დასკვნა დაწერაო და წინა ნახეთ რა კარგი უწერიაო 20-20-იო, იმ შედარებით კარგი დასკვნის დროსაც ბოიკოტი რაღაცეები ბოიკოტის ადამიანს ეუბნებოდნენ, აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, ბოიკოტის გზა სწორი იქნებოდა თუ არ იქნებოდა. აქ უმთავრესი შეიძლება იმაზე ვიდაოთ, მაგრამ შემდეგ ბოიკოტში თუ მიდიხარ, ბოლომდე უნდა მიიყვანო. ესეც ამაში ნამდვილად ერთიანები ვართ ახლა ჩვენ. გამოცხადა, რომ ეს იყო გზა და შემდეგ გვახსოვს რა მოვლენებიც მოყვა ამას და ამიტომ მაშინ წარმოიშვა ძალიან ძლიერი. ეხლა რატომ აკეთებთ აქცენტს ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში? გაგხსნა რომ შეიძლება წავიდნენ. ერთ განსხვავებაზე მხოლოდ გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ მაშინ
მართლაც არსებობდა ევროპული საზოგადოება, შარლ მიშელი, ბევრი ინსტიტუცია, რომლებიც ჩამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ ნუ დავკარგავთ ბოლომდე იმედს, მიიღეთ მონაწილეობა ამ არჩევნებში, შემდგომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, მაგრამ ავტოკრატიები ასე არ მუშაობენ. ავტოკრატია მუშაობს ისე, რომ თუ დაინახა დათმობა, კიდევ უფრო მძიმე განსაცდელს შემოგთავაზებს, კიდევ უფრო მეტად გააყალბებს, კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაიჭერს და კიდევ უფრო მეტად შეეცლება გააუქმოს პარტიები, მაგალითად, როგორც აი ახლა ცდილობები არის. ამიტომ ახლა მე ვფიქრობ, რომ დღესავით ნათელია ის ვითარება, რომელიც გვიახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. თუ იღებ ამაში მონაწილეობას, იმის გარეშე, რომ ფუნდამენტური ცვლილებები თუ არ ხდება, თუ მაგალითად არ იცვლება მთლიანად ცენტრალური საარჩევნო კომისია, თუ ერთ პაკეტად არ ინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, თუ დამკვირვებლების, ობსერვერების ჯგუფები არ ჩამოდიან საქართველოში, ეს არის უბრალოდ ჩვენი ამომრჩევლის მოტყუება და ის წანჯვა და წამება, რაც რუსთაველზე იყო ამ დღეების განმავლობაში, ხო? აი იმის წყალში გადაყრა. მე ახლა მოდიოდი, ვიცი, თავს ხმაწვიმა არის ახლა. ქუჩაზე რუსთაველის გამზირზე დგას ხალხი. აი ამ წვიმაში, იცით რომ მანამდე ყინვაში, კარში, დაჯარიმების შიშით დგას ხალხი და იცავს თავის რწმენას, რომ იყოს ევროპული საზოგადოების ნაწილი და უერთგულოს საქართველოს. თქვენ ახლა თან პარალელურად თქვენ მოყევით რა პირობებში შეიძლება არჩევნებში წასვლა. ეს არის კიდევ ერთხელ რომ აი რაღაცნაირად გამოჩნდეს პირობები, რომელზეც შეიძლება ილაპარაკონ პარტიებმა, მხარეებმა, არ ვიცი, ქვეყანაში. ეს არის ვთქვათ, ახალი ადმინისტრაცია, საკანონმდებლო ახალი საპარლამენტო არჩევნები, და თვითმმართველობასთან ერთად პლუს და დამაჯერებელი ვითარება, როდესაც შენ იცი რომ საჯი არ არის მოსყიდული. შენ იცი რომ ეს ის ვითარება არ არის, როდესაც ერთი ხმა მიიღო ვიღაცამ და დაუწერეს 10, ან კიდე პირიქით 10 ხმა მიიღო ვიღაცამ და დაუწერეს ეს-ერთი. ეს არის უნიშნელოვანესი, რომ ქართულ ხალხს დაუბრუნდეს უმთავრესი საკონსტიტუციო უფლება, ეს არის არჩევანის უფლება. თუ არ არსებობს არჩევანი, არ არსებობს სახელმწიფო და რახან არ არსებობს სახელმწიფო, სწორედ იმიტოა, რომ ახლა ნამდვილი პოლიტიკური კეთროვანივით ჩვენი სახელმწიფოს პრესტიჟი ინგრევა მთელ მსოფლიოში, არ მოხდა აღიარება და სინამდვილეში ნახეთ ეს ცივილიზაციური დილემა არასდროს რაც არ მდგალა ქართულ ისტორიაში. აი ესეთი ცივილიზაციური დილემა დადგა. გვახსოვს ხო ის პირველი ქართული კრება დასავლეთი თუ აღმოსავლეთი. ეხლა ჩვენ რას გვეუბნებიან, რომ ცუდი არის, deep state არის ამერიკაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ესენი არიან ცუდი ხალხი, გვასანქცირებენ, იმიტომ რომ რა ვიცი მე, ძალიან კარგები ვართ, მაგრამ სად წავიდეთ, როდესაც ისმის ეს შეკითხვა, გვეუბნებიან, რომ ჩინურს ვასწავლით ბავშვებს სკოლაში, აიათოლების ირანი იქნება აქ რაღაცა კულტურული სიმაღლეების მპყრობელი, არ ვიცი, ჰუსიტები კიდე ალბათ და ოკუპანტი რუსეთი. ამიტომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ დიდ ცივილიზაციურ არჩევანში შეუძლებელია, რომ ქართველი ხალხი დაითანხმოს. ნუ გზა, ასე შეუძლებელია, რომ საქართველოს თქვას, რომ ჩვენ არ გვინდა ქრისტიანული სამყაროს წევრობა, ჩვენ არ გვინდა დემოკრატია, ჩვენ არ გვინდა თავისუფლება და ჩვენ გვინდა ჩვენი დამპყრობელი ძველი თუ ახალი და ჩვენ გვინდა ჩინეთის კომუნისტური პარტია, რომელიც გასაგებია რა მოტივებითაც მოძრაობს პოლიტიკაში. მაგრამ აქ უმთავრესი ახლა არის დრო, რამდენ ხანს შეძლებენ ესენი ძალადობით დაჭერას ხელისუფლების და რამდენად დააზიანებენ ჩვენ. აი თუ შეძლეს მივედით თქვათ სექტემბერში ვართ წარმოვიდგინოთ ან აგვისტოა ვთქვათ ხელისუფლება არ ნიშნავს ახალ არჩევნებს პროტესტი რამდენიმე ადამიანით მაინც გრძელდება ვთქვათ ქუჩაში მაგრამ ოცნება არ იმჩნევს ახალ საპარლამენტო არჩევნებზე არ ლაპარაკობს და ემზადება ჩაინიშნა თვითმმართველობის არჩევნები. თვითონ უნდა მიიღონ მონაწილეობა. თქვენ და პარტიები თუ არ წახვალთ სამაგიეროდ რას თავაზობთ საზოგადოებას? სად უნდა იყოს მაშინ პოლიტიკური პროცესი? ზუსტად მე შემთხვევით არ ვახსენე სიტყვა არც ნდობა და არც მორალური კრიზისი, რომელიც ხელისუფლებაში ეხლა უდაოდ არის, მაგრამ ოპოზიციამ უნდა გადალახოს ეხლა ეს ამბავი. დიდი გამოცდა არის ოპოზიციისთვისაც, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის საწყისები, რომელიც ამ ბრძოლას აქვს. სხვა შემთხვევაში
მხოლოდ და მხოლოდ გავახალისებთ იმ ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. 2020 წელი მხოლოდ ვინმე რომ წავიდეს მაგალითად ისტორიული ექსკურსი კი არ მინდოდა იმ 2020 წელში ან რომელიმე პოლიტიკოსის დამონათება. უბრალოდ ვიცი, როცა ამათ უთმობ შემდეგი ნაბიჯი არის კიდევ უფრო მძიმე. ჩვენს გუნდშიც აღმონათებდნენ ეს ხოლმე ხანდახან მათი კომენტარებიც არსებობს ამ ამაზე არ მაქვს ლაპარაკი. არავის არ ვარჩევ, უბრალოდ თუ ახლა დავთმობთ იმას, რისთვისაც ქართულმა ხალხმა სისხლიც დაღვარა და თავის ჯანმრთელობაც ქვეყნიდან გასაქცევით შეიქმნა, მილიონობით ჯარიმა გადაახტევინეს, 5,000 ლარ ჯარიმას და 10,000, 50,000-იან გირავებს. თითქოს ჩვენ მდიდარი ქვეყანა ვიყოთ. ეხლა თუ უღალატეთ ქართველი ხალხის აი ამ რწმენას, მაშინ ჩათვალეთ, რომ ამ ოპოზიციის არ არის კონსენსუსი ამ თემაზე. რატომ უსვამთ სულ ხას? იმიტომ უსვამთ ხას, რომ იცით რა თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ ქალბატონის ზურაბიშვილის პლატფორმა, რომელსაც მივესალმებით ამ პლატფორმას, ხელი მოვაწერეთ იმ ქარტიას, რომელიც იყო და შემდეგ იყო 31 მარტი, როდესაც ასეთი ვითარება იყო, რომ პოლიტიკური პარტიებიც ერთად უნდა მდგარიყვნენ იქ იმ დღეს და მათ უნდა ქონოდათ საერთო სამოქმედო პლატფორმა პოლიტიკური და კაფეოდ გაეგებინებინათ ადამიანებისათვის, რას აპირებენ ერთად, რაში არიან ერთად, ან რა არის მათ შორის განსხვავებები, ან ხო არ არის რამე ისეთი პოლიტიკური კოლიზია, რომელიც აი აქ აღმოჩნდა, რომ ზუსტად იმ საკითხზე, რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, ზოგიერთ პარტიას ჰქონდა ასეთი აზრი, რომ ჯერ იცით რა იქამდე შორი არის, რაც უკვე გარკვეულ ეჭვებს ბადებდა და ზოგიერთმა პარტიამ კი პირდაპირ თქვა, რომ რატომაც არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ასეთ არჩევნებში. ამიტომ გაიყო ორ ნაწილად ეს პლატფორმა. ერთი არის დასავლეთთან ურთიერთობა, სადაც მე ვფიქრობ ზოგიერთ შემთხვევაში ქალბატონ სალომეს აქვს შეუცვლელი პოზიცია და ძალიან სასარგებლოა ამ საერთო ბრძოლისათვის, არ ვიცი, ბევრი რამის გამო, მათ შორის მისი ბიოგრაფიის ცალკეული შტრიხების გამოც, აქ მე ვფიქრობ, რომ ერთიანობა არის გაცილებით ადვილად მისაღწევი და ეს კონსენსუსი არსებობს და ჩვენ ყველანი ერთად უმტკიცებთ თავისუფალ სამყაროს, რომ აქ არჩევნები იქნა გაყალბებული და უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. ეხლა მეორე საკითხი არის ის, რომელზეც ვისაუბრეთ. რაღაც ტიპის დათმობაზე წამოვიდა ხელისუფლება, არა ახალი არჩევნები, არამედ რაღაც ტიპის კანონების შეცვლა, პატიმრების გათავისუფლება, რაღაც ამ თუ არაფერზე ახალი არჩევნები უნდა იყოს. ნახეთ, ჩვენ არ უნდა ისეთი ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც აღმოფხრის აი ამ მართლა სამარცხვინო პრაქტიკას გაყალბებების ერთხელ და სამუდამოდ, ან არა და მაშინ ყველაფერი იქნება თავის მოტყუება. აი მე თქვენ გეკით, მე ხშირად მესმის ეს და სხვა შორის ძალიან კარგი შეკითხვა არის. რო აი თუ გაუშვეს პოლიტიკური პატიმრები, აქ შეიძლება შემდეგ მოხდეს რაღაცა, ნუ თუ იმ ადამიანების ბედი არ გაწუხებს, მათი დედები, რომლებიც განიცდიან ცხადია გვაწუხებს და გვაწუხებს კი არა, ტრაგედია არის ყველა ჩვენგანის, როდესაც ადამიანი ქვეყნის სიყვარულის გამო არის დასჯილი და ვიცით როგორც მოექცნენ მათ. მაგრამ საერთოდ რატომ არსებობენ ეს პოლიტიკური პატიმრები? არსებობენ იმიტომ, რომ ქვეყანაში არის ავტოკრატია. არსებობენ იმიტომ, რომ ქვეყანაში თავისუფალი აზრის დევნა მიმდინარეობს. განა არაფერს არ ამბობს, ეხლა რეპორტიორების საზღვრების გარეშე რელიზი, სადაც შარშან ვიყავით, მე მგონი 70 ადგილას, შარშან ვიყავით 105 ადგილას, ახლა ვართ უკვე 114 ადგილას, ნუ მივახცევთ, ოდესღაც იქნება ალბათ ნიგერიის სიმაღლეებს თუ სიდაბლეებს. ამიტომ ლაპარაკი ახლა იმაზე, რომ გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები და მოდი ამის გამო გავაკეთოთ. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ. მათ შორის პატიმრების მშობლებიდანაც მომისმენია, რომ პოლიტიკური სპეკულაციისთვის სავაჭროდ არ გამოიყენოთ ჩვენი შვილები. მესმის, რომ ამისაც უმთავრესად. სწორედ ასე არის. ეს ადამიანები არიან ქართული პატრიოტული ელიტა. ვინც ახლა არის ციხეში, კიდევ ბევრი ვინც არ არის ციხეში, რა თქმა უნდა, მაგრამ მათ გასწირეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. თავისუფლებისთვის ბრძოლაში ახლა წაგვრილი აქვს თავისუფლება. ამიტომ ეს არის უნიშნელოვანესი საკითხი და მართლა ღალატი იქნება ამ ადამიანების ბრძოლის და ისინი კარგად აცნობიერებენ ამ ბრძოლის არს, როდესაც ამბობენ, რომ ნუ გააკეთებთ იმას, რომ ჩვენი სახელი გამოიყენოთ სპეკულაციისათვის. მართლა ცივილიზაციური საკითხი არის, ქალბატონ დიანა, მართლა ცივილიზაციური საკითხი. ხალხი გვეუბნება, რომ თქვენ გენდომებათ ვიღაც თქვენს მმართველად, მაგრამ მმართველი იქნება ის, ვინც მე მინდა, იმიტომ რომ მე მაქვს ფული, მე მაქვს იარაღი და ახლა კონკრეტული თემა შემოიტანეთ, მაშინ ვიდრე 2 წუთი გვაქვს, კიდევ ასე დავსვამთ საკითხს.
თვითმმართველობის არჩევნები არ ინიშნება საპარლამენტო არჩევნები და რამდენიმე პარტია იღებს მონაწილეობას. რა სიზამთ თქვენ? მე ვფიქრობ, რომ ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს ამ ტიპის არჩევნებში მონაწილეობას, თუ არ მოხდა ის ფუნდამენტური ცვლილებები და ამ თემის გაშლა კიდევ შეიძლება, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბროთ, გარკვეულწილად იქნება ქართული ოცნების მოზიარე იმ უმძიმეს პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებაში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა. ჩვენ ყველა რომ არ წახვალთ იმ არჩევნებში ვიღაც მაინც თუნდაც თქვენი 4-ეულს მიიღმა, ვიღაც მაინც წავა და ვიღაც ყოველთვის იქნება, მაგრამ მე ვფიქრობ, ვინც ეხლა მთავარი არის კოალიციები, არა ერთმანეთთან, გუშინ კიდევ ერთხელ გაისმა ეს სიტყვა, რომ იცით რა კოალიციური მთავრობა, ხო ნახეთ რა კოალიციური მთავრობაზე ახლა ლაპარაკი, როდესაც ვერ მიგვიღწევია არჩევნების სამართლიანი შედეგისთვის. ამიტომ რახან, როდესაც ყოველთვის, როდესაც ას ცივილიზაციური განხეთქილება ხდება, აქ ლაპარაკი არის არა იმაზე მე და სხვა პოლიტიკური პარტია, რომელიმე პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდებიან თუ არა ერთმანეთთან. აქ ლაპარაკი არის, ვინ იქნება კოალიციაში ქართულ ხალხთან, ვინ იქნება კოალიციაში იმ სულისკვეთებასთან, რომელიც 150 დღეა უკვე აძლევს ვაჟკაცობას, გამძლეობას ადამიანებს, რომ იდგნენ ქუჩაში და გაუძლონ ხელკეტებს, გაუძლონ დამცირებას, შეურაცხყოფას, ციხეებს, წვიმას, ყინვას და ყველაფერს. სინამდვილე პატრიოტულ ელიტას რო ვამბობ, ეს ხალხი არის ახლა სიმბოლო ერთიანი საქართველოსი. თავარი პოლიტიკური სუვერენი არის მოედანზე. დამთავრდა პოლიტიკანური რაღაცა ლაპარაკები მაშინ, როდესაც მთელი ხალხი არის გამოსული როგორც თავარი პოლიტიკური მოთამაშე. ამაზე შეთანხმება უნდა იყოს პოლიტიკური მოთამაშეების, ასე ვთქვათ, ამოცანა? რაც უფრო მოახლოვდება ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მე ვფიქრობ, ხმა, რომელიც მოდის ჩვენი საზოგადოებიდან, რომელიც გამოიხატა ზოგიერთ შემთხვევაში 200.000-იან და 300.000-იან მართლა გრანდიოზულ აქციებში. გამოიხატა აი ამ უდიდეს გამძლეობაში, გახდება სულ უფრო და უფრო მკაცრი. და მე არ ურჩევდი არავის, არც პოლიტიკოს, არც საზოგადო მოღვაწეს, რომ წავიდეს იმ დიდი ტალღის წინააღმდეგ, რასაც ქვია საქართველოს ევროპული განვითარება, საქართველოს თავისუფლება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხალხასწრით ვამბობ, თუ არსებობს ლაიტმოტივი ქართულ ისტორიაში, თუ რამეზე იტყვი, რომ აი ეს არის მთავარი მოტივი ქართული მთავარი მოტივი არის ქრისტიანულ სამყაროსთან თანაზიარობა, ევროპასთან თანაზიარობა. ჩვენი დიდი მამები იმიტომ თარგმნიდნენ სინას მთაზე და სხვაგან წიგნებს, ბიბლიას და წმინდა მამათა წერილებს, რომ უნდათ ზიარება აი ამ სამყაროსთან. ჩვენი წინაპრების ლაიტმოტივი ეს ცხოვრების არასდროს არ ყოფილა, რომ წავიდეთ რაღაცა ჩინეთისაკენ და მით უმეტეს ჩინეთის კომუნისტური პარტიისაკენ. ან წავიდეთ სხვა აღმოსავლური დესპოტიებისაკენ. ან გაუგორდეთ დამპყრობელს და ის ანდაზა უთხრათ, რომ დათვი რომ მოგერება ბაბაია უნდა დაუძახო. ამიტომ მე ვფიქრობ, ნათელზე ნათელი არის ახლა რაც ხდება და ერთი წამით არ მაქვს სხვა შორის ეჭვი, რომ არჩევანი იქნება ისეთი, როგორც ეკადრება ჩვენს მართლა მრავალსაუკუნოვან ისტორიას. თავარია დრო, თავარია რომ არ დაგვაზიანონ ახლა იმაზე მეტად, ვიდრე უკვე დაგვაზიანეს. ნუგზარ ციკლაური იყო ჩვენი სტუმარი, კოალიციას ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი. მადლობა ნუგზარს, დღეს დავასრულეთ სამუშაო